ინფორმაცია. ლილია? ვიცოდი ესეთები თუ იყო რა ლამაზი ბუტკოები აქ. ისო გაიხერება. ლამაზებია. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით. უფრო ადრეც შემეძლო რა თქმა უნდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მოდით თანმიმდევრობით, მაგრამ ახლა პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორ ადამიანს. პირველი მე ვხვდები ვინც არის, უბრალოდ აპარატიდან იყო ჩარიცხული 30 ლარი დენზე მაქვს საუბარი, დენი ხოკათიშვილი ჰქონდა ჩვენ და მერე ესე იგი ქათიამ ჩაგვირიცხა 150 ლარი და აი იცით როგორ წარმოგიდგენთ დაღლილი მოვედით, აი ზუსტად არა სამსახურში ვიყავი, ხო სამსახურში ვიყავი, აი გაწაფული რაღაც საქმეს ვაკეთებდი და აი პატარა შესვენებას ვაკეთებ ხოლმე რა, რომ თქვა არ მომკვდე, არ დავუვარდე და გამოვედი გარეთ, მეთქი ცოტა სიგარეტს მოვწე და ვისვენებ 2 წუთით რაღაცა და მობილური თან გავიყოლე, მეთქი თან სოსოსაც დაურეკავ, თქო და რომ ჩამოხსენი ზემოთ, მეთქი თან სათვალების გარეშე ვერ ვხედავ, ახლა დარეკვით კი დავრეკავდი სოსთან, მაგრამ სათვალებით ვერ ვხედავ, ბუნდოვნად რაღაცა ვხედავ ეს საქართველოს ბანკის 4-4-იანი რომ გამოჩნდება ხოლმე, მეთქი რა არის, რა ჩარიცხვა ჩავერბინე 20 სათვალი ავიღე, დავხედე და რას ვხედავ 150 ლარი და ეხლა ეტაპობრივად ვიხდიდი დენს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად რა, რომ მუშაობდი დღის ბოლოს მიხდიან ხელფას და ანუ რაღაც პატარა ნაწილს ვიტოვებ, რბური რაღაცა დაგჭირდეს, რაღაც ესეთი და დანარჩენს, ასე ვთქვათ, ვიცხავდი და უკვე ანუ 3 დღე იყო რაღაცა მოკლედ 150 ლარი უკვე გადახდილი მქონდა მგონი. ნუ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა ძალიან ვარ და წვრილმანებში ვარ ჩაგახედოთ. თათია ძალიან დიდი მადლობა. მე თათიას პირადადაც მოვხადე მადლობა, მაგრამ ვიდეოთიც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო გვერდში დგომისთვის. მოკლედ გადავიწყე ეგრევე თანხა, პატარა თანხა მოვიტოვე, მეთქი მაინც ახლა გიხარია რომ ძალიან არ გაქვს სახარჯი ფული, ანუ სახარჯის ვიძახი, ახლა ჩვენც არ შეერნობდეთ დიდად რაღაცა და ნუ პატარა რაღაცა ფული ხო უნდა გქონდეს ჯიბეში და თავს უფრო კომფორტულად გრძნობ, როცა რაღაცა 20-30 ლარი მაინც გვაქვს ჯიბეში, ხო? ხო და მოკლედ შევედი კარფურში, მოკლედ დამავიწყდა აქედან სახლიდან სოსოსთვის ბელი შაქრისის წაღება და სოსო მითხრა რომ იქნებ ან მიყიდო, ან სახლიდან წამოიღო და სახლში უკვე ნამყოფი ვიყავი და მეცარებოდა ხელმეორედ ამოსვლა და მეთქი ნახავ მეთქი მაღაზიაში გიყიდი თქო. კარფურში შევედი და ჩვენ სამსახურთან ახლოს არის, მოკლედ ადრეცვე გაჩვენეთ და შევებინე კარფურში და ნახე ერთი სახეობა იყო ისიც პატარა ბავშვებისთვის, თვალპატაც უნდა ის იყო ბელი შაქრისები, კოლგეიტის ღირდა 11 ლარი, ნამდვილად აი დამენანა 11 ლარის გადახდა რაღაც ბელი შაქრიში და ჩვენ ზოგადად ხშირად ვცვლით შაქრისებს, ბელი შაქრის და ну მეთქი ხო კაი სხვა გავნახავ თქო, მეგულებოდა კიდევ 2 მაღაზია ქვემოთ ლიბრე, იქ მეცარებოდა ქვემოთ ჩასვლა, დროსაც დავკარგავდი ბევრს და იქვე ახლოს არის გვირილა და მეთქი გვირილაში ვნახავ თქო. და ამ კარფურში რომ შედიხარ ხო ეხლა რა აქციები და რაღაცა და თვალი გარბის მაინც ხო ხდებით რაღაცა და შევხედე, მეთქი ეს რეები იყიდება, გავიკვირდა ხამაკები იყიდებოდა. ერთი იყო 14 ლარი და 99, ანუ 15 ლარი და მეორე იყო 24 და 99, ანუ 25 ლარი. ხო და
ეხლა მე ვიკითხე მეთქი რა სხვაობა თქო და ეს უფრო ისინიო, ანუ უფრო ფართეო რა, იყო ეს ვიწრო, ანუ ეს 15-იანი და 25-იანი იყო ფართე უფრო. ხო და მეთქი თან თქვენ იცით რომ მე აქ კიდევ ხოლმე, აი ხედავთ ალბათ. კიდევ ხოლმე ეს კოკანევით რომ გავაკეთე თვითონ და მოკლედ დიდ ადგილს იკავებში გვერდზე კიდევ კიდევდი და უშნოდ იყო მოკლედ ეს ყველაზე ესეთი კაი ვარიანტია და მოკლედ შევიძინე ეს და თავისად მე გავიარე მეთქი ჟელესაც ვიყიდი ბავშვს უყვარს ეს მაცივარში რომ იდება ჟელე რო კეთდება ეგ ვიყიდე და გამოვედი მე იმაში გვირილაში ვნახე ორი და რაღაც არის და თუ სწორად მახსოვს ხო ეს ბელიშაგრის მოკლედ ესე შევიძინე ეს ასე ვთქვათ თათიან საჩუქარია ფაქტიურად დენის საფასური და ეს ჰამაკი ძალიან ესეთია ანუ ახლა აქეთ მაქვს გვერდზე კიდია შევიდე ეს გავწიო ასე მოკლედ მეგობრებო ისეთია და გუშინ დავწექი და ჩამეძინა ცოტა ხანი ოღონდ ჩამეძინა მე კატამ რაღაცა ფეხი იმას ქნა მეცა კამერა შემოვატრიელებს არჩევს საერთოდ წამით ხოლმე და თან მოგიყვებით ეხლა გაჩვენებთ როგორ შეიძლება აქ დაწოლა ეხლა ჰამაკი თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ესე უნდა დაწვე პირიქით ხო ანუ ამ შემთხვევაში ჩვენთან არ გამოდის რა ისეთი ის არ არის ფართე და აი ასე და უკან მინდა ის გავაკეთო მაგრამ რა ვიცი ვფიქრობ იყოს შევჩევებით ესე მოკლედ აი ესე გავწექი ასე ბალიშიც დავიდე დაჟე ფეხებიც კი ჩავაწყე ისეთი ფართეა მოკლედ ძალიან კარგია უბრალოდ სოსო ვერ ჩდება იმიტომ რომ არ მგონია თვითონ თრუბამ გაუძლოს ხო ну ჯდომაც თავისთავად ესე შეიძლება ანუ კაი რელაქსის საშუალებაა რა მოკლედ ხო ну ჩემმა ძველებმა მაყურებლებმა კი იცით რომ აქ შდარ ვარ კიდევაც და ვიდეოც ჩამიწერია და მოკლედ ხო აი ესეთი ჰამაკი მაქვს სახლში ხო აბა ჩვენ დასვენებით არ გავდივართ ქალაქგარეთ და სახლში მაინც ჩამოვიდოთ პრინციპში ეს ისეთი რამეა რომ აქ ესეთი თოკები აქვს ძალიან მარტივად იხსნება და ბუნებაში რომ გავიდეთ მე და სოსო თქვა სადმე თუნდაც სკვერში სადმე ვერის ბაღში დაუშვათ იყო ესეთი ჰამაკები ქონდათ გაკიდული თავისი ხებს შორის თავისუფლად შეიძლება დამაგრდეს და ჩაჯდეს ადამიანი და დაისვენოს არანაირი პრობლემა არ არის მოკლედ ესეთი რაღაცა შევიძინე ხო რა ხდებოდა ეს დღეები თუ მიხვდებოდით ახლა მიხვედრილი ადამიანები სამსახურის მერე დაღლილი რომ მივდიოდი ჩემებთან იქ თლად ისე კომფორტულად ვერ ვიძინებდი იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ყველამ ვიცით რომ საკუთარ საწოლში უკვე დიდი ხანი რომ ვიძინებ რაღაცა უკვე გამომუშავებული გაქვს შენი მდგომარეობა და შეჩვეული ხარ გიყვარს იგწილი და რაღაცას ვერ ეგუები ახალ გარემოს ხო მე იმიტომ არასოდეს არ მიყვარდა სადმე სტუმრად დარჩენა იმიტომ რომ რაღაცა თავს ვერ ვგრძნობდი კომფორტულად ну მინიმუმ ერთი რამოდენიმე ხანი მაინც ვერ ვიცინებ საერთოდ აი ვთქვათ დასავლეთში რომ მივდიოდით თუნდაც ქობულეთში ну არის ეს მომენტი ეს ძილის პრობლემის რა საწოლთან შეგუების ხო და ну თან კარგათაც დივანზე ну ვერ მეძინა თან იქ კიდე სხვა ნიუანსები იყო ახლა თავისთავად ვიღაცას თქვაც საფიფარი შემოუნდება რაღაცა იქ რაღაცა გაიფაჩუნებს რაღაცა იქ კატა გაირბენს მოკლედ
მეც ყავს, მაგრამ ესეთი იქ თავზე გადამიერბინეს, რასაც ქვია. მერე რომ ვეჭუბე, მერე ვეღარ ვედავდნენ, მაგრამ იყო რა, მოკლედ უძილობის ის მქონდა რა. ჯერ რამე ძინა, სადღაც 3-ზე რო დაიძინებ ადამიანი და გაიღვიძებ 8-9 საათზე, ხო? გამოიანგაშეთ რამდენი გამოგდის ძილი და თან მერე მთელი დღე ფეხზე რო გიწევს ძირითადად ფეხზე დგომა, აი მაქსიმუმ 5 წუთი რო ჩამოჯდები, ან 10 წუთი ჭამის დროს თქვა რაღაცა, იმიტომ მიყვარდა ჭამის პროცესი, რომ უფრო დიდხანს ვიჯექი ხოლმე სკამზე. ხო და ესე. ვერ გაჩერდები რა, მოკლედ საქმეც არის, რომც არ იყოს თქვათ მომხმარებელი ბევრი, მაინც არის ყოველთვის საქმე რა გამოლებს ესეა საერთოდ ის კი არა სახლში ყველამ ვიცით რომ იდეალურად ვერ დაალაგდება, იდეალურად ვერ დააწკრიალებ, სადღაცაც მაინც რაღაცა კიდე გამოჩნდება და თან როცა ახლა სახლში რომელშიც არ ცხოვრობ, შეიძლება შენ არ ჩუნდეს რაღაცა დროით, მაგრამ როცა ბავშვია მოზარდი, მოდით ბავშვზე ზოგს ალერგია აქვს, მოზარდი როცა რაღაცას აკეთებს ან ბიჭი, იცით, ხა ვისაც ბიჭები ყავთ, ვისაც მეუღლეები ყავთ და იცით ხო, იციან, აქვთ ხოლმე რაღაცა ახლა ყველა ვერ იქნება ესეთი ის კი არა ქალები არ არიან ზოგადად ძალიან სუფთები ბევრი ვიცი. მაგალითად სამსახურში საბეფარეში ხო არის ეს თვითონ ანუ სტუმრები ვინც მოდიან ხო და ყოველთვის მოლოდინი მაქვს ხოლმე რომ ეხლა მამაკაცების საბეფარეშო უფრო უნდა იყოს იდეაში რა ისეთი მიწუწულ-მოწუწული რა წყალს რო ხელს რო დაიბანა ყველგან თქვათ ასია ხო სიტყვაზე თქვენ წარმოიდგინეთ აი პროცენტულად ქალთა ანუ ქალების საბეფარეშო უფრო იყო ხოლმე ვიდრე კაცების ნუ არ ვიცი რამდენად უცნაურად დაშვერდეს ესე იყო ესეა ხოლმე მაგრამ ახლა ზოგადად იმის თქმა მინდა რომ სახლი იდეალურად არ დაალაგდება როცა ადამიანი ცხოვრობს გაივლის გამოივლის რაღაცა დავარდება ნამცეცი იქნება ის იქნება ეს იქნება წარამარა ცოცხი ხელში თუ არ გიჭირებს და მოკლედ ხო და ესეა ანალოგიურად სამსახურში მით უმეტეს თანამშრომლები მოძრაობენ ქვეყანა ის არის საქმეა გასაკეთებელი იქ მოსამზადებელია ისა ეს მოკლედ ეხლა ხაჭაპური მაგალითად როცა ცხება ხო იმ ცხომს ხო უნდა წინასწარ მოზელვა ხო რომ უნდა იყოს გაფუმფულებული უნდა იქ კიდე რაღაცა და ანუ ეს მომზადების პროცესი ხვდებით თავის ის აქვს რა ხო ესეთი ამბები და მე ესე იგი როდის იყო რამოდენიმე დღის უკან ჩემმა მამიდაშვილმა მომწერა ანუ მამა ჩემის მამიდაშვილი ანუ მე მამიდაც მეკუთვენ მამიდას ვეძახი მამა ჩემის მამიდაშვილი ძალიან თბილი და ძალიან თბილი ადამიანი აი მიყვარდა მასთან ერთად დაждომა საუბარი აი ესეთი ადამიანი მოკლედ ქარტე იცვალა ძალიან ახალგაზრდა მიმაჩნია 67 არ არის სხვათა შორის ასაკი სიმართლე გითხრათ არც ვიცოდი რატომღაც მაინც ვფიქრობდი რომ 70-ს მაინც გადაცილებული იყო მაგრამ სამწუხაროდ შაქრის დიაბეტი ჰქონდა ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა ისე ძალიან მიკვირდა ყოველთვის არასოდეს არ იყო ისეთი ხასიათის ყოველთვის აი სტაბილურად ჰქონდა ანუ ნერვი როგორ ვთქვათ აი ძალიან არ ნერვიულობდა ბევრ რაღაცებზე შეიძლება გშინაგანად არ ვიცი მოკლედ ალბათ რაღაცა იყო ცხოვრებაში ისეთი პერიოდი რამაც ასე ვთქვათ დამართა ეს შაქრის დიაბეტი და მოკლედ ესე ხო და გუშინ წინ ანუ სწორედ ვიძახი იყო გასვენებაში ვიყავით ხო და აი გული ძალიან დამიმძიმდა თან ჩემი პროსპექტი ძალიან უყვარდა მოკლედ ძალიან ისეთი ის იყო და
ხო, ნახე, აი ერთი როგორ ვთქვა ხა პლუს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი მხარე აქვს ესეთ იმებს, ისე სასურველია, რომ სამხიარო ის იყოს შეხვედრები და რაღაცა, მაგრამ აი დიდი ხნის უნახავ ნათესავებს რომ ნახულობ და რაც მოკლედ ეს ზოგადად გვაქვს ეს ქართველებს რაღაცა ეს კარგვა პრინციპში არც გავამტყუნებ არავის, იმიტომ რომ მე თვითონ ნახეთ როგორი ცხოვრება მაქვს. ჩემ პატარა დაცთან ვერ გავდივარ, იმიტომ რომ მოკლედ აი ესეთ გაწევაწერში რაღაცა რამოდენიმე დღე მაგ დასვენების ისიც მინდის ეს დასვენების დღეები იქ დალაგება არის, იქ რაღაც საქმეებია მოსაგვარებელი, მოკლედ გამართლება არ აქვს, მაინც უნდა გამონახო ადამიანმა დრო, მაგრამ ისეთ ადგილზე ცხოვრობს, რომ წახვალ მთელი დღე უნდა დაიკარგოს ფაქტიურად, ანუ ესე უცბად ვერ მიხარ, ახლოს რო იყოს კიდე ხო გადაირბენ, გადმოერგენ, მაგრამ ესე არა, მოკლედ ბევრი გამიგებთ. ახლა ერთ ქალაქში რო ცხოვრობ, ადამიანებს წარმოიდგინეთ და რო ვერ ნახულობთ დიდი ხნით, არ არის ლამაზი, არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ესეა ცხოვრება მოიტანა. ხო, სხვა რა ახლა სინავს გვიან დავიძინეთ, რაღაცა იმას უყურებ და რა ქვია იმას მარველის რაღაცა ფილმს, მოკლედ ახლა თხოვს ისო რა ქვია იქითა შაბათ-კვირას რო იქნება კინოთეატრში წავიდეთ და ნახოთ რა გამოვა, როგორ გამოვა. ხო და რა დამრჩა ახლა გადასახდელი. თქვენ წარმოიდგინეთ, დენი ბოლომდე არ იყო დაფარული, ანუ 44 ლარი იყო დარჩენილი და მომივიდა SMS-ი, რომ დღეს 12 საათამდე აღგეგებათ ელექტროენერგიაო. რა თქმა უნდა ძალიან გავიხარდა, იმ დღეს ვერ გადმოვედით, მეორე დღეს იყო ეს ტელექი, მე ტელექის მერე დავბრუნდით სახლში. დასვენებაც კი ვერ მომასწრე, უცბად ავკრიფე ყველაფერი და წამოვედით, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მჭირდებოდა დრო და ერთი საღამო არ მეყო, მეორე დღესაც ვალაგებდი, გადავრეცხე ყველაფერი, რასაც ქვია. გადავრეცხე საბნები, იმიტომ რომ კატებმა იცელქეს სხვათა შორის ძალიან შეშინებულები იყვნენ, ეგონათ რომ საწავიდნენ და მშუქობაში აქ ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვდიოდი ვაჭმევდი, ხო და ცოტა გათამამდნენ რა და ყველაფრის დარიცხვა მომიწია. უკვე მგონი ეს საშუალება, რომელიც სულ ახალი იყო ფაქტიურად, უკვე ძირშია, სულ დახარჯულიც არ არის, მაგრამ მოკლედ, რას ვაკეთებ ხოლმე მე, როდესაც არეცხს ვრეცხავ, მაქვს ჩემი ესეთი, როგორ ვთქვათ, ჩვევა რა. ამას ორ თავსახურს ვასხავ იმაში, საერთოდ მანქანის იმაში უჯრაში. და ცოტა დომესტოს ვუმატებ, ეს უკვე დამიმთავრდა, ცოტა ძალიან ცოტა ვარდისფერის კმაყოფილი ვარ, მეგობრებო, ძალიან მომეწონა. რაღაცნაირი თავისებური ის აქვს, მართლა კარგად რაც წერია, ზუსტად ეგ არის, ანუ სპობს ყველანაირ სუნსო, კარტებს იცით, მაინც რაღაც ის. ესეც არ არის ცუდი. ეს ადრე კიდე ეს აი ქიმიაში ქალაქის გულის გვერდზე რა იქ ვიყიდე, ესეც კარგია. ხო, ამას ვუმატებ ხოლმე ცოტას. აი მაგალითად ერთი გამოშვება, ორი, აი ეს ძალიან ცოტას, ანუ ვაზავებ ახლა იქ ბევრი წყალი შედის, ხო, რეცხვის პროცესში და ანუ თუ რამე ვთქვათ ბაქტერიები, რაღაცა ნუ მოკლედ სპობს რა და როგორც აი safeguard-ის ეფექტი, რაღაცა ესე ქლორის შემცველია და ეხლა აცეს ვერ ჩავსხმ, რომ აცემ შეიძლება ააჭრელოს და დომესტოსი ძალიან კარგად მკლავდება, მოკლედ მაგის თქმა მინდა. ხო, ეს ლიბრეში ვიყიდე, სულ ფიქრობდი, სამსახურში ესეთებს ხმარობთ და სულ ფიქრობდი, მეთქი ვიყიდი, კონდეს, ამას ერთჯერად იმას ვეძახი, რა ქვია,
კილოებს. მეთქი იყოს, იმიტომ რომ 1 ლარი, 7 ლარი რომ მივეცი. 4 ცალი დევს, მოკლედ, რა ვიცი. გერმანულებია მგონი. ხო, აწერია. გერმანული, აწერია გერმანული. ხო და მოკლედ რა ვიცი, მაქვს ახლა ეს ერთი გახსნი მწვანი. ხო, პირდაპირ გადავაგდებ, როგორც კი შევატყობ, რომ ის არის რაღაცნაირად იკრავს, ნამცეცსაც, ყველაფერს იკრავს და რთულად ირეცხება ზოგადად. რა ვიცი, ჩემთვის რაღაცა ეს ხელსახოცებებით არის. ხო, ეხლა ჭურჭელი მაქვს დასარეცხი, აქ მოწყვია. მაგრამ მოდით ჯერ ყავას დავლევ. ხო, ძალიან მომენატრა რა თქმა უნდა ვიდეოების ჩაწერა, მაგრამ ხან მობილური იყო დამჯდარი, გუშინ მაგალითად ფიქრობდი საღამოს მეთქი ჩავწერთ ხო და რო შევხედე დამჯდარი იყო, მოკლედ სოსოს დაჭირდა ის თვითონ ბლოკი, საყიდელი მაქვს რა. აი, იმდენი საქმე მაქვს. ეს ბლოკიო ისო, მოკლედ 1000 რაღაცა გასაკეთებელი. ხო, პროდუქტებიც ახლა აი ამ ყველაფრის ასე რაღაცნაირად ცოტა ხო ხდებით ახლა რომ არაფერი სახში არ მექნებოდა. თავისთავად ახლა რაც იყო მალე ფუჭებადი იყო დედასთან წავიღე იქა და რაც დარჩა იყო კარტოფილი, რომელიც რომ მომედი უკვე დაფესვიანებული იყო და გაყვავილდა. ხო და გუშინ წინ ის იყო მოკლედ ჩემებისკენ არის ეგრეთ წოდებული ოპტავოი კვერცხების და ყველაზე იაფიანი რა 30 თეთრიანი 3 ლარი 10 ცალი მიგინე პეჭეძონებია მე მაინც იყოს რა სახში აი ესეთი პეჭეძონე ესეთი კვერცხებია ისეთი ციცქნა ხო და იაფად გამოვედი ხო რაღაცა კომბოსტო ვიყიდე რაღაცები მქონდა ერთი 20 ლარამდე კომბოსტო ვიყიდე ჭარხალი ბორში გავაკეთე გემრიელის გამო მივიდა მე თვითონ მომეწონა მე კიდე იქით ხარისხო სულ ის არის ეგრეთ წოდებული ოპტავოი მაღაზიების ის არის რა ჩამწკრივებული მაიონეზიც იაფად გამოვედი მაიონეზშიც იმიტომ რომ მაიონეზის გარშე ბორში ვერ შეჭამს ეს ბოლიანის ეს კუბიკებიც შევიძინე ახლა ბორშს რა თქმა უნდა საქონლის ხდება და მწვანილები რა ვიცი რაც იყო რა საჭირო აი პომიდორზე იყო ერთი ამბავი მოკლედ ძალიან გამაბრაზა ერთმა გამყიდველმა ისეთი თავაზიანი ჩანდა ესეთი აი მაგრამ აი როგორც ხო უთხარი რომ თუ შეიძლება პარკი მომცეთ მეთქი ანუ უნდა ამეღო ხო ჩამელაგდა თან ბევრი არ მინდოდა მეგობრებო იმიტომ რომ ჯერ ისე ძვირი ყის ეს პომიდორი და მეთქი 1-2 ცალს ავიღებთ ხო რა სალათისთვის და ეს უკვე ჩადებული რომ მქონდა გამომართვა ესე აი რასაც ქვია გამომართვაც არ ქვია გამომგლიჯა ხელიდან და დაიწყო ჩაყრა რა პომიდორის და თან შევამჩნიე რომ რაღაცა ისეთი როგორ ვთქვათ რა ცუდი პომიდორები ჩამიყარა ხო და მე ვთხარი არა მეთქი ანუ ვერც მოვასწარი თქმა რომ არ მინდა ბევრი მინდა ის ვთქვათ 2 და მესამის დამატება მინდოდა რაღაცა მესამე ანუ პატარა ზომის ვირჩევდი რომ გამომსვლოდა ის ვთქვათ 2 დიდის ნაცვლად 3 პატარა ვთქვათ რა მიხდით ესეთი ვარიანტი და მოკლედ ძალიან ისეთი დაიწყო მეთქი საერთოდ მეთქი ზოგადად მეთქი მომხმარებ აი იცით რა არ მესმის ხო ესე იგი მე ვიხდი ფულს ხო რატო უნდა ამირჩიოს ვიღაცამ ანუ ჩემმა შვილმა მოდით ესე ვთქვათ მე ჩემმა შვილმა რა მშვილმა ვიღაცა ჩემმა შვილმა რა ჭამოს შენ რატო უნდა ამირჩიო მე ფულს მე ვიხდი ანუ მე ვიღებ იმ პროდუქტს და მე მიმაქვს ის პროდუქტი სახლში მე ის ჩემ შვილს უნდა ვაჭამო საღი ლამაზი კარგი ხო აი ეს
აზროვნება საიდან მოსდით ამ ხალხს რა რჯულის არის რა დონის არის ვერ ხვდები აი ის რომ შენ თუ არ გივარგა რაღაცა თქვა და იქ დაჭყლეტილები აბიჭყლეტილები სიტყვაზე თუ გაფუჭებული და რაღაცა ეს ჩემი პრობლემა ხო არ არის ხო ზოგადად ანუ მომხმარებლის პრობლემა არ არის მომხმარებელი იხდის თავის ნაშრომ ნაწვალებ ფულს იმაში რომ შეიძინოს ის რაც მას სურს და არა ის რაც შენ გინდა რომ ჩამიგდო ცუდი და გამატანო და მოიშორო მიხვდით რაც ვიძახი თან ვფიქრობ რომ ალბათ ყველას მაინც ვერ უბედავენ ახლა ალბათ კაცებს ვერ გაუბედავენ მაგას ნუ ახლა ქალებს უფრო მეტს უბედავენ ხოლმე როგორც წესი და დაბალყბეებს პოულობენ და იმათ ტენიან ესეთ აი ღმერთმა გაახაროს ყველა ის ვაჭარი ადამიანი რომელიც კეთილსინციერად ასრულებს თავის ასე ვთქვათ საქმეს თუ არ შეუძლია და თუ არ იცის ვაჭრობის ისინი მაშინ შეეშვას ან შეიძინოს ისეთი რომ არ იყოს მოკლედ რატო უნდა გაყიდოს მეორადი ხო სიტყვაზე ეს ხო ის არ არის ტანიცამოსი სურსატია ის სამწუხაროდ დიდი ნაწილი სამუჭრა მომიწია რადგან ხმა გაითიშა მიკროფონი დაჯდა აქ საუბრობდი ანუ რაც ამოვჭერი ტროტუარის ფუნქციის დაკარგვის შესახებ რომ ტროტუარი დაკავებულია და ადამიანებს უჭირთ გადაადგილება ტროტუარზე და უწევს მანქანების სავალგზაზე გადასვლა და აქ უკვე გემშვიდობებით და აბა დროებით